I'm happy to provide them, and I actually brought some today because all of you know I love to bring the receipts. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აქვეყნებს იმ ქვითრებს, რომლებიც ბაიდენის მმართველობის დროს იხარჯებოდა და მათი შეფასებით ეს არის თაღლითობა. ამ საკითხზე თეთრი სახლის პრესპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ისაუბრა ჟურნალისტებთან და წარმოადგინა რამდენიმე ქვითარი. ეს არის DEI-ის კონტრაქტი. $36,000 ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მომსახურებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას. მათი კიდევ ერთი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც $3.4 მილიონია, ინკლუზიური ინოვაციის საბჭო, ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში, კომერციის დეპარტამენტში. მიყვარს ეს კონტრაქტი. $47,000 კლიმატის ცვლილებისთვის შრი-ლანკაში. რას აკეთებს ამერიკელი ხალხის ინტერესებისთვის? აბსოლუტურად არაფერს. აი მათი კიდევ ერთი tweet-ი, რომელიც გამოაქვეყნეს მაღაროს შესახებ. ვინმე მიცოდა, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა. ასევე მაქვს ყოველდღიური ანგარიში. მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი თაღლითური, ფუჭი და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხის ბოროტად გამოყენებაა. ეს არ არის ის, რასაც მთავრობა უნდა დახარჯოს ფული და ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტებს და დღის წესრიგს. და თუ ვინმე სურს იმის მტკიცება, რომ ფედერალური მთავრობა გარკვეულწილად არ არის თაღლითური, მეწვიეთ.